გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით გიჟურ საქციელებზე, რომლებიც ანტიკურ ეპოქაში ყოველდღიურობის ნაწილი იყო. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან სრულ სიგიჟედ მიიჩნევა. ძველ რომში მამებს შეეძლოთ თავიანთი ვაჟები მონებად გაეყიდათ. როგორც იცით, მამა ოჯახის თავად ითვლებოდა და აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდა თავის ცოლსა და შვილებზე. მათ ასევე უფლება ჰქონდათ გადაეწყვიტათ დარჩებოდა თუ არა ახალშობილი ვაჟი ოჯახში. თუ მათი გადაწყვეტილებით ახალშობილი არ უნდა დარჩენილიყო სახლში, ასეც ხდებოდა. მამებს შეეძლოთ თავიანთი ვაჟები მონებად გაეყიდათ. თუ იმ ადამიანს, რომელიც ბიჭს მონად იყიდიდა, ეს უკანასკნელი აღარ სჭირდებოდა უფლებას აძლევდა ოჯახში დაბრუნებულიყო. თუ მამა საკუთარ ვაჟს სამჯერ გაყიდდა და სამივეჯერ დაუბრუნებდნენ, ის ცუდ მამად ითვლებოდა. უძველეს დროში მინის ბურთულები და რეზინი მკერდის გადიდების ერთ-ერთი საშუალება იყო. ქალები მიმართავდნენ სხვადასხვა ხერხს თავიანთი ქალურობის და სილამაზის უკეთ წარმოსაჩენად. მათი ღელვის საგანი ხშირად იყო მკერდის ზომა. ამიტომ ზოგიერთი ქალი მკერდზე ისვამდა ტროპიკულ საშუალებებსა და სახლში დამზადებულ კრემებს. ეს მათთვის მკერდის გადიდების საუკეთესო საშუალება იყო. მაშინ, როდესაც ქალთა მცირე ნაწილი მკერდის გასაზრდელად ქოქოსის ზეთს იყენებდა. მკერდის გადიდების პირველი პლასტიკური ოპერაცია ექიმმა ჩერნიმ გააკეთა საფრანგეთში 1895 წელს. მან პაციენტს მკერდის დაზიანებული ქსოვილი ამოკვეთა და მის ადგილზე არდაყიდან ამოღებული ლიპომა გადაუნერგა. შედეგი ცხადია ისეთი არ ყოფილა როგორიც სურდათ, მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით ამ ოპერაციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამის შემდეგ ქირურგები იყენებდნენ სხვადასხვა მასალას ქალებისთვის მკერდის გასადიდებლად, მაგალითად სპილოს ძვლის მინის ბურთულას, რეზინს და ასე შემდეგ. ცხოველების ფეკალიებს უძველეს დროში სრულიად განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა. მათ იყენებდნენ სხვადასხვა დაავადების განსაკურნებლად, პრევენციული თუ სამედიცინო მიზნებისთვის და ასე შემდეგ. უძველეს საბერძნეთში ქალებს სწამდათ, რომ ნიანგის განავალი ძლიერი კონტრაცეპტივი იყო, ამიტომ მას რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სასქესო ორგანოზე ისვამდნენ. ძველ ეგვიპტეში მეომრები ცხოველების ფეკალიებს ჭრილობებზე ისვამდნენ და ამით ცდილობდნენ მათ მოშუშებას. ასევე ცხვრის განავალი შოტლანდიაში ხალხური მედიცინის მიხედვით ჩუტყვავილის განკურნების საუკეთესო საშუალება იყო. აქვე შოტლანდიელები ღორის ექსკრემენტებს ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად იყენებდნენ. ოღონდ განავალი აუცილებლად ახალი უნდა ყოფილიყო. რა გამოიარა კაცობრიობამ. უძველეს დროში ექიმები ადამიანებს თავის ქალას უხრედდნენ, რათა მათი სხეულებიდან ბოროტი სულები გამოედევნათ. ექიმები ყოველთვის ცდილობდნენ გამოეგონებინათ სხვადასხვა მეთოდი ამა თუ იმ დაავადების განსაკურნებლად. თავის ქალაში ხვრელების გაკეთება და ტრეპანაცია ერთ-ერთი მათგანია. ტრეპანაცია ესაა ძლოვანი ღრუს გაკვეთის ოპერაცია, რომელსაც ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში იყენებდნენ. დღესდღეობით კი გამოიყენება ჰემატონის სამკურნალოდ და სხვადასხვა ნეიროქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად. ექიმებს სჯეროდათ, რომ მსგავსი მეთოდები ადამიანს ეხმარებოდა თავის ტკივილის გაყუჩებასა და ინფექციების თავიდან არიდევაში. რაც შეეხება კონკრეტულად თავის ქალაში პატარა ხვრელების გაკეთებას, ექიმებს ღრმად სწამდათ, რომ თავის ტკივილს იწვევდა ბოროტი სული, რომელიც ადამიანის თავში იყო გამომწყვდეული. ამიტომ ხვრელების საშუალებით ისინი ეშმაკეულების გამოდევნას ცდილობდნენ, რის შემდეგაც ტკივილი ქრებოდა. საბედნიეროდ მკურნალობის ეს მეთოდი შუა საუკუნეების დასასრულს აკრძალეს. თავის ტკივილის დროს თავს რომ გაგიხრეტენ, იმიტომ რომ თავის ტკივილმა გადაგიაროს. What? უძველეს დროში ქალებს სპეციალურად ქირავდნენ, რათა დაკრძალვაზე შესაბამისად ეტირათ და ამით ცერემონიალს კიდევ უფრო ტრაგიკული სახე მიეღო. უძველეს რომში ბევრი ოჯახი ქირავდა ქალებს დაკრძალვაზე სატირლად, იმ მიზნით რომ საზოგადოებაზე შთაბეჭდილება მოეხდინათ. ამ პროფესიის ადამიანები ჩვეულებრივ მიყვებოდნენ მსვლელობას იმისთვის, რომ თავიანთი მწუხარება დამაჯერებელი ყოფილიყო. ქმის მოგლეჯა და ლოყების დახოკვა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლდათ. მალამ სალამ სისხლი არ წამოვიდოდათ. საბედნიეროდ ეს უძველესი ტრადიცია მოგვიანებით უარყვეს. თითქოს დაკრძალვა საკმარისად ტრაგიკული ცერემონიალი არ იყოს. ეს საქციელი საქართველოშიც იყო რაღაც დოზით და ახლაც არის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. ხოლო ტირილი სხვა ფასია. სახის დახოკვა და პანიკები უფრო ძვირი ღირს და ასე შემდეგ.
მამებს უფლება ჰქონდათ დაეხოცათ თავიანთი ქალიშვილების შეყვარებულები. უძველეს ხანაში მამებს ძალიან ძლიერი გავლენა ჰქონდათ მთელ ოჯახში, განსაკუთრებით კი მათ ქალიშვილებზე. მათ უფლება ჰქონდათ თავად აერჩიათ თავიანთი ქალიშვილებისთვის კარგი ქმარი. წესები ექსტრაორდინალურად მკაცრი იყო. ახალგაზრდა ქალებს ეკრძალებოდათ ქორწილამდე სქესობრივი კავშირის დამყარება მამაკაცთან. ძველ რომში მამას ლეგალური უფლება ჰქონდა მოეკლა ქალიშვილის შეყვარებული და თავად ქალიშვილიც კი, თუ მამა რომელიმე ზღალასში გამოიჭერდა. ქალები თმის შესახებ მასალად ტყვიასა და გოგირდს იყენებდნენ. თმის შეღებვის ტრადიცია ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იღებს სათავეს, თუმცა ქიმიის არასაკმარისი ცოდნა და არასწორი ნივთიერებების გამოყენება ამ მეთოდისთვის უძველეს ხალხს ხშირად ძვირად უჯდებოდა. ისინი თმის ფერის შესაცვლელად იყენებდნენ სხვადასხვა მცენარეს, თუმცა მიღწეული შედეგი დიდხანს ვერ ძლებდა, რადგან შეღებილ თმას ფერი მალე გადასდიოდა. ბერძნები და რომაელები მუდმივად იღებავდნენ თმას. შესახები მასალა 7 ტოქსიკური ქიმიკატისგან შედგებოდა, მათ შორის იყო გოგირდიც. 1700-იან წლებში იტალიელები უპირატესობას ანიჭებდნენ თავიანთი თმა გაეჟღინთათ კოროზიული ნივთიერებებისგან, რათა თმის ფერი უფრო მკვეთრი გამხდარიყო. ბევრი ევროპელი ქალი იყენებდა გოგირდის და ზაფრანის ფხვნილს თმის შესაღებად. ავღანელ ხალხს სწამდა, რომ თმის სხვადასხვა ფერით შეღებვა თავის ტკივილს აყუჩებდა. ადრეულ ეპოქაში ექიმების ორსულობის დასადგენად ნიორს იყენებდნენ. ანატომიის სათანადო გარწოდნის გამო ექიმებს არ შეეძლოთ დაზუსტებით დაეთქვათ, თუ რატომ ვერ ფეხმძიმდებოდა ქალთა გარკვეული ნაწილი, მაშინ, როდესაც დანარჩენები ამას თავისუფლად ახერხებდნენ. ორსულობის დასადგენად ექიმები მიმართავდნენ განსხვავებულ ბუნებრივ გზებს. ქრისტეს შობამდე 1350 წელს ქალები იმის დასადგენად იყვნენ, თუ არა ორსულად შარდავდნენ ხორბლის მარცვალზე. თუ ეს ხორბალი გაღვივდებოდა, პასუხი დადებითი იყო. არსებობდა ორსულობის დადგენის სხვა უცნაური და უფრო საშინელი გზებიც. მაგალითად, ნიურის კბილისა და ხახვის სასქესო ორგანოში მოთავსება. მომდევნო დღეს ექიმი საჯაროდ ადასტურებდა ორსულობის ფაქტს, თუ ქალს პირიდან ნიურის ან ხახვის სუნი ამოსდიოდა. ძველი ეგვიპტელები კატის დაღუპვის დროს გლოვის ნიშნად წარბებს იპარსავდნენ. ალბათ გსმენიათ, ძველ ეგვიპტეში კატას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ისინი დიდ პატივს სცემდნენ ამ ცხოველს. კატა ეგვიპტელთა საყვარელი ცხოველი იყო. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ კატა ოჯახისთვის იღბლის მომტანი არსება გახლდათ. ცოდვილად ითვლებოდა ის ადამიანი, ვინც თავის რჩენას კატების გაყიდვით ცდილობდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კატებს კანონი იცავდა. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე კატას ზიანს მიაყენებდა, მას გარდაუვალი სიკვდილი ელოდა. როცა კატა ბუნებრივი სიკვდილით კვდებოდა, გლოვას აცხადებდნენ. სახლის ყველა მცხოვრები თმას იჭრიდა და წარბებს იპარსავდა. კატის გარდაცვალების შემდეგ ატარებდნენ იმავე რიტუალს, რომელსაც ადამიანის სიკვდილის შემდეგ აღასრულებენ ხოლმე. კატის სხეულს ათავსებდნენ ხისგან გაკეთებულ მასკაში, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მუნიფიცირებას უტარებდნენ და საბოლოოდ ოჯახის სამარხში, ან კატების სასაფლაოზე მარხავდნენ. კატების მუმიები ნაპოვნია ზოგი ფარაონის საფლავშიც. ძველ რომში არსებობდა საჯარო აბაზანები. როგორც ცნობილია, მათთვის ჰიგიენა მეტად მნიშვნელოვანი იყო. ისინი რეგულარულად სტუმრობდნენ საჯარო აბაზანებსა და საპირფარეშოებს. იყენებდნენ სხვადასხვა გასაწმენ საშუალებას. მხოლოდ მდიდარ და გავლენიან ადამიანებს ჰქონდათ იმის ფუფუნება და საშუალება, რომ საკუთარი აბაზანა და საპირფარეშო მოეწყოთ სახლში. მოსახლეობის დანარჩენი 95% სარგებლობდა საჯარო საპირფარეშოებით, რომლებიც დამზადებული იყო ქვისგან ან ხისგან. ისინი სწორედ ასე გამოიყურებოდა, როგორც ახლა სურათზე ხედავთ. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი.